Ამოცანა ნომერ 3.1. გამოიანგარიშეთ წყალბადის მოლეკულის მასა. წყალბადის მოლეკულის ფორმულა არის H2. ფარდობითი მასა M2 უდრის 2-ს, 2 ატომური ერთეული. მოლური მასა არის 2-10-3 ხარისხად კილოგრამი მოლზე. ეს არის 1 მოლის მასა. ხოდა, შეგვიძლია ვისარგებლოთ ჩვენ ფორმულით M შეფარდებული μ-ზე, ეს არის ატომთა რაოდენობა გაყოფილი n-აზე. ესე იგი, ნივთიერების რაოდენობა რო ავიღოთ, რომლის მასა არის M და რომელშიაც n ცალი მოლეკულა არის, რომ შევაფარდოთ ეს მოლურ მასასთან, ეგ იქნება n შეფარდებული n-ასთან. ეხლა თუ n არის 1 ცალი, ეს ნიშნავს, რომ მასა უდრის 1 მოლეკულის მასას m0-ს. აქედან m0 იქნება ცხადია μ გაყოფილი ავოგადროს რიცხვზე. აი ამ ფორმულით გამოვთვლით 1 მოლეკულის მასას. 3.2 ამოცანა. სად უფრო მეტი მოლეკულების რაოდენობა და რამდენჯერ? ჭიქა წყალში თუ ჭიქა ვერცხლ-წყალში. ამ შემთხვევაში ესე იგი წყალში და ვერცხლ-წყალში ერთ ჭიქაში, ესე იგი მოცულობები არის ერთ და იგივე. V1 არის V2. ეხლა რაც შეეხება წყლის ფორმულა არის, ესე იგი H2O, ვერცხლის წყლის ფორმულა არის ჰიდრარგიუმი. მათი მოლური მასები ჩვენ შეგვიძლია გამოიანგარიშოთ ამ ფორმულით. ესე იგი მოლური მასა, რაღაცა X ნივთიერების, ეს არის მისი, ესე იგი ფარდობითი მასა, რომელსაც მენდელევის ცხრილიდან პოულობ, 10-3 ხარისხზე კილოგრამი შეფარდებული მოლზე. ეხლა ვისარგებლოთ ისევ იგივე ფორმულით. M შეფარდებული μ-ზე არის n შეფარდებული n-აზე. ეხლა ეს ფორმულა დავწეროთ ერთ შემთხვევაში წყლისთვის, მეორე შემთხვევაში ვერცხლისწყლისთვის. მოდით წყალს რაც ეხება ეს ყველაფერი პირველი ინდექსით აღვნიშნოთ, ვერცხლისწყალს რაც ეხება მეორე ინდექსით. ესე იგი m1 μ1 არის n1 n-აზე. ეხლა m1 შეგვიძლია სიმკვრივით გამოვსახოთ ρ1 v1-ზე შეფარდებული μ1-ზე არის n1 n-აზე. აქედან გამომდინარე n1 იქნება ρ1 v1 შეფარდებული μ1-ზე გამრავლებული ამოვგადროს რიცხვზე. ანალოგიურად მეორე ნივთიერებისთვის n2 იქნება ρ2 v2 შეფარდებული μ2-ზე იგივე ავოგადროს რიცხვზე. შევაფარდოთ ერთი მეორეზე, აქ ავოგადროს რიცხვები გაიკვეცება n1 n მეორესთან, იქნება v1 v2-ის ტოლია, ასევე v-ებიც გაიკვეცება. ρ1 გამრავლებული μ2 ρ2 μ1. აი ესეთნაირად დავადგენთ, ესე იგი შეფარდებას მოლეკულების რაოდენობისა. 3.3 ამოცანა. 210 გრამი წყალი მთლიანად აორთქლდა ჭიქიდან 20 დღეღამის განმავლობაში. რამდენი მოლეკულა ამოდიოდა წყლის ზედაპირიდან საშუალოდ 1 წამის განმავლობაში. რადგან მთელი დრო ეს არის, ესე იგი 20 დღეღამე, ხო? ესე იგი 20 დღეღამეში, ერთ დღეღამეში არის 24 საათი. ერთ საათში არის 60 წუთი და წუთში არის 60 წამი. ასე რომ ესეთნაირად უნდა გავიანგარიშოთ რამდენი წამი არის 20 დღეღამეში. ესე იგი 20 გამრავლებული 24-ზე და გამრავლებული 3600-ზე. ეხლა ესე იგი მასა არის მოცემული, არისო 210 გრამიო. ეს 210 გრამი აორთქლდა 20 დღეღამეს განმავლობაში. ერთ წამში აორთქლებული მასა M1
ეგ იქნება აი ეს m-ი შეფარდებული აი ამ t-ზე. ნუ ეს იქნება ეს 210 გაყოფილი აი ამ დიდ რიცხვზე 20, 24-ზე და 3600-ზე. ეს იგი ამდენი ნუ გრამი იქნება, იმიტომ რომ ეს 210 გრამი არის. ნუ ეხლა ეს რო კილოგრამში გადავიყვანოთ 10 - 3-ზე უნდა გავამრავლოთ. ეს იგი 210 10 - 3 ხარისხად 20, 24 და 3600 აი ამდენი კილოგრამი აორთქდება უკვე 1 წამის განმავლობაში. ეხლა აი ამდენ წყალში რამდენი ცალი მოლეკულა არის, ამას ისევ ამ ფორმულით ვიპოვებით. ესე იგი ეს m1 შეფარდებული μ წყლისაზე, ეს არის n შეფარდებული n ავოგადროზე. ასე რომ n იქნება m1 μ-ზე გამრავლებული ავოგადროს რიცხვზე. აი ესეთნაირად დავთვლით. ნუ ახლა μ-ს მაგივრად წყლისთვის ცხადია შევიტანთ, ესე იგი H2O ეგ არის O-ი არის 16, H2O ესე იგი 18, 10 - 3 ხარისხად უნდა შევიტანოთ კილოგრამი მოლზე. ხო, ახლა მეოთხე ამოცანა. წყლის რამდენი მოლეკულა 100 გრამი წყლის ორთქლში. ნუ ანალოგიური ამოცანა არის, ესე იგი m μ-ზე არის n გაყოფილი n-აზე, აქედან n იქნება m შეფარდებული μ-ზე გამრავლებული ავოგადროს რიცხვზე. ნუ ახლა წყალი არის, ესე იგი μ იქნება 18 10 - 3 ხარისხად კილოგრამი მოლზე, ესე იგი მასა იყო 100 გრამი, მაგრამ უნდა კილოგრამებში გადავიყვანოთ, ეს იქნება 0.1 კილოგრამი. ნუ ავოგადროს რიცხვად შევიტანთ და გამოვთვლით ესე. 3, 5 როგორც ცნობილია, შეუძლებელია 1 მილიმეტრ კუბი მოცულობის ნავთობის წვეთი ისე განიღვაროს წყლის ზედაპირზე, რომ 3 მეტრ კუბ ფართობზე მეტი დაიკავოს. გამოიანგარიშეთ ამ მონაცემების მიხედვით ნივთიერების ნაწილაკის უმცირესი ზომები. ნუ ესე იგი მოცემულია, რომ V არის ესე იგი 1 მილიმეტრ კუბი და ეგ ასე ვთქვათ შეიძლება გაიშალოს, ესე იგი მაქსიმუმ S-ი არის ესე იგი 3 მეტრ კვადრატზე. და აქედან დაახლოებით უნდა შევაფასოთ ნივთიერების ზომა. ნუ მოდით ესე იგი ის აღნიშნოთ, რა ვიცი, D-ი აღნიშნოთ. D არის კითხვის ნიშანი დაახლოებით. ნუ პირველ რიგში ერთი მოცულობა რო არის, ესე იგი 1 მილიმეტრ კუბი, შეიძლება გადავიყვანოთ ის მეტრ კუბებში. ესე იგი 1 მეტრში არის 1000 მილიმეტრი, ასე იგი 1 მილიმეტრში შებრუნებულად იქნება 1 1000-ი და კუბში რო ავიყვანოთ, ეს არის 10 - 9 ხარისხად მეტრ კუბი. ეხლა ეს მოცულობა უნდა წარმოვიდგინოთ როგორც ის ფენის სისქე ნავთის გამრავლებული იმ ფართობზე, რომელზედაც ის გაიშალა. აქედან D იქნება V შეფარდებული S-ზე. ნუ აქ უნდა შევიტანოთ, ესე იგი 10 - 19 ხარისხად მეტრ კუბი გაყოფილი, ესე იგი 3 მეტრ კვადრატზე. ნუ ეს გამოდის, ესე იგი 1/3 10 - 9 ხარისხად მეტრი. ანუ ესე იგი დაახლოებით ეს არის 0.33 10 - 9 ხარისხად მეტრი. მეექვსე ამოცანა. რა რაოდენობის ნივთიერება მოლობით 10 გრამ წყალში? ნუ ნივთიერების რაოდენობა ნიუ ეგ არის მასის შეფარდება მოლურ მასასთან, ან და ეგ არის ნივთიერებაში რამდენი ატომიც არის, ან მოლეკულა არის შეფარდებული ავოგადროს რიცხვთან. ნუ ამ შემთხვევაში აი ამ ფორმულით ვისარგებლოთ. მან მასის მაგვირად უნდა ავიღოთ 10 გრამი, ესე იგი უნდა გადავიყვანოთ კილოგრამებში 0.01 კილოგრამი, ხოლო მოლური მასა წყლისა ეს არის 18 10 - 3 ხარისხად.
ეხლა რო შევაფარდოთ, ესე იგი ნიუ არის m-ი მიუსთან, აი ამ ფორმულიდან გავიგებთ. ესე იგი 10 მინუს 2 ხარისხად შეფარდებული 18 10 მინუს 3 ხარისხად. ესენი გაიკვეცება აქ მინუს 1 ხარისხის 10-იანი ზევითავა 10 მე-18 აი ამდენი მოლი იქნება. ამოცანა მესამე პარაგრაფის მე-7 ამოცანა. რამდენჯერ გაიზრდება ცილინდრში აირის წნევა, თუ მოცულობას შევამცირებთ გუშის გადაადგილებით ცილინდრის სიმაღლის 1/13-ზე. აირის ტემპერატურა მუდმივია. აი დავხატოთ სურათი, ესე იგი წარმოვიდგინოთ, რომ აი გუშის ქვეშ გვაქვს ესე იგი აირი, აი აქ არის აირი, ეს არის გუში. მას თავიდან რაღაცა სიმაღლე ჰქონდა ცილინდრს და ამ აირს, ხო და ამ სიმაღლის 1/13-ით გადავადგილებთ ქვევით. ესე იგი აი ეხლა აქეთ აი ესეთნაირად განლაგდება გუში. აი ეს მონაკვეთი, ესე იგი აი ეს რამდენი გუში ჩამოვიდა ქვევით. ეს თუ A-ში იყო, ეს არის 1/13 A-ში. ასე რომ დარჩება, აი აქ ქვევით დარჩება, ცხადია 2/13 A-შის. ეხლა აქ იგულისხმება, რომ ტემპერატურა მუდმივია, ნათქვამი არის კიდევაც. ტემპერატურა მუდმივია, ამიტომ შეგვიძლია გამოვიყენოთ ბოილ-მარიოტის კანონი. P პირველი V პირველზე უდრის P მეორე V მეორეზე. V პირველი ეს არის აი ამ გუშის ამ ცილინდრის განიკვეთის ფართობი გამრავლებული სიმაღლეზე, საწყის სიმაღლეზე H-ზე და V მეორე იქნება S-ი გამრავლებული 2/13 A-ში. იმიტომ რომ 1/13-ით ჩამოვწიეთ ქვევით. ესე იგი P1 S A-ში იქნება P მეორე S-ი 2/13 A-ში. S-ები გაიკვეცება, A-შები გაიკვეცება და P მეორე იქნება 3/2 P პირველი. ანუ P მეორე იქნება 1/5 P პირველი სტოლი. აი ეს იქნება პასუხი. შემდეგი ამოცანა. ორმხრივ დახშულ ცილინდრში მოთავსებულია დგუში. აირის წნევა დგუშის ორივე მხარეს 7.5 ნიუტონ მეტ-კვადრატის ტოლია. დგუშს გადაადგილებენ ისე, რომ აირის მოცულობა მარცხენა მხარეს ორჯერ მცირდება, მარჯვენა მხარეს კი ორჯერ იზრდება. გამოენგარიშეთ წნევათა სხვაობა დგუშის სხვადასხვა მხარეს. თუ ტემპერატურა მუდმივია, ჩავწეროთ პირობა, რომ ესე იგი P პირველი უდრის P მეორეს და უდრის 7.5 ნიუტონი გაყოფილი მეტრ კვადრატზე. ხო, ესე იგი აქ იყო ესე იგი დგუში არის თქვა რაღაც ორ ნაწილად არის დაყოფილი და ისეთნაირად მოხდა, რომ ამ დგუშს გადაადგილებენ, თქვა აქ არის მარცხენა დგუშის მარცხნივ ჩავთვალოთ, რომ არის პირველი აირი, თქვა აი ეს მიწერია და ეს მარჯვნივ არის ჩაკეტილი მეორე აირი. ეხლა ეს დგუში გადაადგილეს ისეთნაირად, რომ ერთ მხარეზე მოცულობა ორჯერ გაიზარდა, ასე რომ შეგვიძლია დავწეროთ, რომ V1 შტრიხი. მარცხენა მხარეს ორჯერ შემცირდა. V1 შტრიხი არის V1-ის ნახევარი. მარჯვენა მხარეს კი ორჯერ იზრდება. V2 შტრიხი არის V2-ის ნახევარი. მაშინ მე ვამბობ იმას, რომ თავიდან ამის მოცულობა იყო V1 მარცხენა აირისა, მარჯვენა აირისა V2 არის. მე როცა გადაადგილეს, აი ესეთნაირად, ეს გახდა V1 შტრიხი, ეს გახდა V2 შტრიხი. რა თქმა უნდა, სურათს ეს არ შეესაბამება, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა. ეხლა თითოეული აირი და როგორ შეიცვლება, როგორი იქნება წნევათა სხვაობა. დელტა P-ს გვეკითხებიან, რისი ტოლი გახდება. ეხლა ჩვენ
შეგვიძლია თითოეული აირისთვის გამოვიყენოთ ბოილ-მარიოტის კანონი. დავწეროთ აი მარცხენა აირისთვის. P პირველი, V პირველი იქნება, ეს იყო სანამ გადაადგილებდნენ. ეს იქნება P1 შტრიხი, V1 შტრიხი. ეხლა აქ ვიცით, რომ V1 შტრიხი არის V1-ის ნახევარი. ამიტომ დაიწერება P1 V1 არის P1 შტრიხი V1-ის ნახევარი. ეს V1 და ეს V1 გაიკვეცება და P1 შტრიხი იქნება ორჯერ P1. ესე იგი წნევა აქ ორჯერ გაიზარდა. ეხლა მეორე აირისთვის მარჯვენა მხარეში მყოფი აირისთვის P2 V2 არის P2 შტრიხი V2 შტრიხი. ნუ აქ ნათქვამია, რომ V2 შტრიხი აქ სწორად არ დავწერე, V2 შტრიხი არის ორჯერ გაიზარდაო, ორჯერ V2 არის. V2 შტრიხი არის ორჯერ V2. შევიტანოთ აქა, მექნება P2 V2 უდრის P2 შტრიხი ორჯერ V2, ეს V2-ები გაიკვეცება და P2 შტრიხი იქნება P2-ის ნახევარი. ხო, ესე იგი P1 შტრიხი გამოვიდა ორჯერ მეტი, ესე იგი ორჯერ P1 არის, ანუ ეს გამოვა 15 ნიუტონი გაყოფილი მეტრ კვადრატზე, P2 შტრიხი იქნება, ნუ P2-ის ნახევარი, მაგრამ P2 P1-ის ტოლი იყო, ამიტომ 7 ნახევრის ნახევარი, აი ესეთი ნიუტონი მეტრ კვადრატზე. ნუ ესენი რო შევაფარდოთ, ეს იქნება 3.75 ნიუტონი მეტრ კვადრატზე და დელტა P იქნება მათი სხვაობა. იქნება ესე იგი P1 შტრიხს მინუს P2 შტრიხი. მეცხრე ამოცანა. ჭურჭელში მოთავსებულია 10 ლიტრი ჰაერი. ჰაერის წნევა 760 მილიმეტრი ვერცხლისწყლის სვეტისა. ჭურჭელი შეერთეს 9 ლიტრად ელოდობის მეორე ჭურჭელთან, საიდანაც ჰაერი ამოტუმბულია. იპოვეთ წნევა ჭურჭლების შეერთების შემდეგ. ჩავთვალეთ, რომ ტემპერატურა უცვლელია. ესე იგი, V პირველი იყო, ესე იგი 10 ლიტრი. მეორე ჭურჭლის მოცულობა V2 არის 9 ლიტრი. საწყისი წნევა P პირველი არის 760 მილიმეტრი ვერცხლის წყლის სვეტისა და უნდა გავიგოთ, ესე იგი რისი ტოლი გახდება წნევა ჭურჭლებში. ესე იგი, გქონდა პირველი ჭურჭელი, აი თქვათ ესეთნაირად იყოს, ეს V პირველი არის და მეორე ჭურჭელი არის V მეორე. მერე ეს სარიელი არის. აი აქ იყო აირი მარტო პირველში. მერე ესენი შეერთეს, რა თქმა უნდა, შეერთების დროს ნაწილი აქ გადავა. ესე იგი, გადავა ნაწილი აქ გადავა, მაგრამ ნაწილი აქ დარჩება. ასე რომ თავიდან აირი იყო ამ ჭურჭელში, ამიტომ შეგვიძლია დავწეროთ, რომ P1 V1 ტოლი არის, მერე რაღაცა წნევა დამყარდება, მაგრამ აირი დაიკავებს უკვე V1 plus V2 მოცულობას. ასე რომ P მეორე ტოლი იქნება P1 V1 შეფარდებული V1 plus V2. ნუ ეს არის P1, V1 არის 10, 10 plus 9, ნუ ესე იგი ეს არის 10 მე-19 P1-ის. ნუ აქ P1 შეგვიძლია შევიტანოთ და ეგ არის პასუხი. მასშტაბი P2 არის 10 მე-19 P1. როგორც მოვილაპარაკებ, რიცხვებს მე ბოლომდე არ ვითვლი. ნუ პასუხი მიიღება, თუ აქ P1 შეიტანთ, აი აქედან პირდაპირ არ გადაიყვანთ ამას. ესე იგი ნიუტონის შეფარდებული მეტრ კვადრატებში, ესე იგი მაშინ გექნებათ P2 მილიმეტრ ვერცხლის სვეტის წნევის ერთეულებში. ხო, ეგ იყო მე-9 ამოცანა. მე-10 ამოცანა. რამდენჯერ შეიცვლება ჰაერის ბუშტის მოცულობა ტბის ფსკერიდან
ზედაპირზე ამოტივტივებისას, თუ ტბის სიღრმე 25 მეტრია. ატმოსფერული წნევა ნორმალურია, ტემპერატურა ტბის ფსკერსა და ზედაპირზე ერთნაირია. ეს არის თქვა წარმოვიდგინეთ წყლის ზედაპირი, ეს არის ფსკერი, აქ წყალი არის და აი აქ რაღაცა ბუშტი იყო, ხო და ეს ბუშტი ამოტივტივდა და ახლა აი აქ ზედაპირთან ზე ამოვიდა. ახლა აქ რა წნევა ექნება, ესე იგი ბუშტს, ესე იგი ეს პირველი რის ტოლი იქნება. ცხადი ეგ იქნება ატმოსფერულ წნევას დამატებული რო წყლისა ჟ-ში, ესე იგი ეს აი ამ წყლის სვეტის წნევა. აქ მოცემულია რომ სიღრმე არის 25 მეტრიო. ეს არის რო წყლისა ჟ-ზე და აშ-ზე. ხო, თავიდან რაღაცა ვ-პირველი მოცულობა ეკავა. ზევით რო ამოვა ეს ბუშტი, წნევა ექნება მარტო ატმოსფერული სტოლი. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ ბოილ-მარიოტის კანონი, რადგან ტემპერატურა უცვლელი არის, ესე იგი P პირველი, V პირველი არის P მეორე, V მეორე. და რამდენჯერ შეიცვლებაო მოცულობაო. ესე იგი V2-ის V1-თან ეგ იქნება P1 P2-თან. ესე იგი ატმოსფერულ წნევას დამატებული რო წყლისა ჟ-ში უკაცრავად შეფარდებული ატმოსფერულ წნევაზე. მე-11 ამოცანა. ცარიელ რეზერვუარში, რომლის მოცულობაა 9 ლიტრი, იტუმბება ჰაერი. ერთი ჩატუმბვის დროს ტუმბო ატმოსფეროდან შეიწოვს 300 სანტიმეტრ-კუბ ჰაერს. გამოიანგარიშეთ წნევა რეზერვუარში 120 ჯერ ჩატუმბვის შემდეგ. ჰაერის ტემპერატურა მუდმივია და ატმოსფერული წნევა ნორმალურია. მოდით ესე ჩავწეროთ, რომ ესე იგი V იმ ჭურჭლის მოცულობა არის ესე იგი 9 ლიტრი. ანუ ეს არის 9 10 მინუს სამხარისხად მეტრ კუბი. ესე იგი ტუმბოს მოცულობა V0 არის 300 სანტიმეტრ კუბი. ეს არის 300 გამრავლებული 10 მინუს 6 ხარისხად მეტრ კუბი. ხო, და ჩატუმბების რაოდენობა არის 120 ტოლი. ხო და რისი ტოლი გახდება, საწყისი წნევა P1 არის ატმოსფერული წნევის ტოლი, ეს P0 და რისი ტოლი გახდება წნევა P2 აი ამ ჭურჭელში. ხო, პირველ რიგში უნდა მივხვდეთ იმას, რომ თუ თითო ჩატუმბვისას 300 სანტიმეტრი კუბი იტუმბება და სულ 120 ჯერ ჩატუმბეს, ფაქტურად ის მოცულობის ჰაერი, რომელიც წამოიღეს ატმოსფეროდან, ეს იყო აი 120 ცალი თითოეული 300 სანტიმეტრი კუბიანი. ესე იგი აი ეს ჰაერი, რომელიც აი აქ იყო ეს თქვა ეს 120 ცალი არის, თქვა ეს ჰაერი, ესე იგი რაღაც უსწორმასწორო ფორმა ეჭირა ამათ, ესე იგი არ აქვს მნიშვნელობა. მერე ეს ჰაერი მთლიანად აღმოჩნდება აი ამ 9 ლიტრიან ჭურჭელში. ამიტომ აირის მდგომარეობა თავიდან იყო ატმოსფერული წნევის ქვეშ, P0 იყო წნევა, მოცულობა რომელიც ეკავა n ჯერ V0 არის და მერე ეს აირი აღმოჩნდა P1 წნევის ქვეშ და აი ამ V1 V ჭურჭლის მოცულობაში. ასე რომ P1 იქნება P0 n ჯერ V0 შეფარდებული V ჭურჭლის მოცულობაზე. მე-12 ამოცანა. რამდენჯერ უნდა გავზარდოთ წნევა, რომ აირის მოცემული მასის მოცულობა მუდმივი ტემპერატურის დროს შემცირდეს 10%-ით. ესე იგი, ჩავწეროთ ესე იგი მოცემულობა. რამდენჯერ უნდა გავზარდოთ წნევა, რომ აირის მოცულობა მასის მუდმივი ტემპერატურის პირობებში შემცირდეს 10%-ით. ესე იგი, V2 არის V1-ს, რაც იყო მინუს V1-ის 10%. ესე იგი 0.1 V1-ის. ასე რომ გახდება 0.9 V1-ისა. ხოლო
როგორც უნდა შეიცვალოს წნევაო მაგ დროს, ესე იგი P2-ის შეფარდებას P1-თან გთხოვენ. ჩავწეროთ ბოილმაიერის კანონი. თავიდან აირს ქონდა P1 წნევა, მოცულობა V1 იყო, წნევა ახლა არის P2 და მოცულობა V2 არის. ნუ V2 არის 0.9V1, ესე იგი P1 V1 არის P2 0.9 V1. ეს V1 გაიკვეცება და P2 P1-თან ესე იგი იქნება 1 გაყოფილი 0.9-ზე. აი ესეთნაირად გაიზრდება წნევა. მე-13 ამოცანა. აირის მოცულობის 1 ლიტრით შემცირებისას წნევა გაიზარდა 20%-ით. გაიგეთ აირის საწესი მოცულობა, პროცესი იზოთერმულია. ესე იგი დელტა V არის 1 ლიტრი. ეს იგი მოცულობის სულილება არის 1 ლიტრი. თან შემცირდა. ესე იგი V1 minus V2, სხვანაირად დავწეროთ, არის 1 ლიტრი. ეს იგი V2 ნაკლები არის V1-ზე. ხო, და წნევა გაიზარდა 20%-ით. ესე იგი P2 ეს არის რაც იყო, პლუს ამას დამატებული 20% იმისა რაც იყო, ანუ 0.2 რაც იყო. ანუ ეს არის 1.2 P1-ის. უნდა გავიგოთ საწყისი მოცულობა. V1 არის კითხვის ნიშანი. ჩავწეროთ, რომ პროცესი იზოთერმულია, P1 V1 უდრის P2 V2-ს. ხო, ესე იგი V2 ჩვენ შეგვიძლია გამოვსახოთ როგორც V1-ს მინუსის 1 ლიტრი, მინუსის დელტა V1 აღნიშნოთ და შევიტანოთ აქ, ესე იგი P1 V1 ეს არის P2 არის 1.2 P1, აქ გვაქვს V1 minus delta V. ნუ აქ P1-ები გაიკვეცება, V1 უდრის 1.2 V1 minus 1.2 delta V. ეს აქეთ გადავიტანოთ, ესე იგი 0.2 V1 უდრის 1.2 delta V-ს. ასე რომ V1 ტოლი ყოფილა 1.2 დელტა V შეფარდებული 0.2-თან. ეს ადვილი გამოსათვლელი 6-ჯერ დელტა V. ნუ ეს კი 6 ლიტრი გამოგვივიდა. მე-14 ამოცანა. აირის მოცულობის 1 ლიტრით შემცირებისას წნევა გაიზარდა აირის მოცულობის 1 ლიტრით შემცირებისას წნევა გაიზარდა 20%-ით. რამდენი პროცენტით გაიზრდება წნევა, თუ საწყის მოცულობას შევამცირებთ 2 ლიტრით. პროცესი იზოთერმულია. ნუ გავს წინა ამოცანას, მაგრამ კიდე დამატებით ერთი ნაბიჯი გვაქვს გასაკეთებელი. ხო, ნუ ჩავწეროთ, ესე იგი, რომ დელტა V არის, ესე იგი, 1 ლიტრი. ეს ნიშნავს, რომ V1 minus V2 არის 1 ლიტრი. წნევა გაიზარდა 20%-ით, ესე იგი P2 არის P1-ს პლუს 0.2 P1, ანუ 1.2 P1. ახლა გვეუბნებიან, რომ აი ეს რომ კიდე 1 ლიტრით შევამციროთო, რამდენიც გაიზრდება წნევა თუ უფრო კი არა, თუ საწყისი წნევა, საწყისი მოცულობა 2 ლიტრით რო შეგვემცირებინა. ეს იგი V1 minus V3 რო გამხდარიყო 2 ლიტრი, რამდენი პროცენტით გაიზრდებოდაო წნევა. ესე იგი დელტა P3 რისი ტოლი იქნებოდაო. ნუ მოდი ჯერ პირველი პირობა გავანალიზოთ. ესე იგი იზოთერმული პროცესი გვაქვს, ამიტომ P1 V1 უდრის P2 V2-ს.
ნუ ისე ვთქვათ, P1 V1 უდრის 1,2 P1 V1 მინუს დელტა V. ნუ აქ P1-ები გაიკვეცება, როგორც წეგან გავაკეთეთ, ესე იგი V1 გამოვა 1,2 დელტა V გაყოფილი 0,2-ზე, ესე იგი ეგ იქნება 6 ლიტრი. ეხლა ჩვენ გვეუბნებიან, რომ შევამცირეთ 2 litrით. ნუ თავდაპირველად რადგან დავადგინეთ, რომ 6 ლიტრი არის მერენდელი მოცულობა V3 გახდება 6 litrს გამოკლებული 2 ლიტრი, ანუ ეს იგი 4 ლიტრი. ხო და გავიგოთ ესე იგი წნევა ახლა როგორი იქნება. P1 V1 არის P3 V3. შევიტანოთ ესე იგი P1 V1 არის 6 ლიტრი უდრის P3 გამრავლებული 4-ზე. აქედან P3 გაყოფილი P1-ზე ეს იქნება 6 მეოთხედი. ეს ყველაფერი 2-ზე იკვეცება 3 მეორედი, ანუ 1,5-ია. ეს იგი P3 გამოვიდა 1,5 P1-ის. ანუ ეს ნიშნავს, რომ შემიძლია ესე დავწეროთ, P3 არის P პირველს პლუს აი ეს დელტა P. ესე იგი ეს დელტა P გამოვიდა 0,5 P1-ის, ასე იგი გაიზარდა 50%-ით. ესეთი პასუხი გვაქვს. მე-15 ამოცანა. დახშულ ჭურჭელში დამაგრებულია უწონადი დგუში, რომლის ერთ მხარეს აირის წნევა 10 ნიუტონი მეტ-კვადრატია, მოცულობა კი 0,3 მეტր-კუბი, ხოლო მეორე მხარეს აირის წნევა 2 გამრავლებული 10 ნიუტონ მეტ-კვადრატი, მოცულობა კი 0,2. დგუშის გათავისუფლების შემდეგ მან დაიკავა წონასწორული მდგომარეობა. გამოითვალეთ წნევა დგუშის ორივე მხარეებზე. ჩავწეროთ ეს იგი, რომ P1 ერთიანით იყოს მარცხენა დგუშის ერთ მხარეზე, რაცა გვაქვს, დგუშის ერთ მხარეზე მოცემული აირისთვის მონაცემები. P1 არის 10 ნიუტონი მეტр-კვადრატზე, V1 არის 0,3 მეტр-კუბი, P2 არის 2-ჯერ 10 ნიუტონი მეტр-კვადრატზე, V2 არის 0,2 მეტр-კუბი. და რისი ტოლი გახდება საბოლოო წნევა, Px არის კითხვის ნიშანი. ნუ ახლა აქ ნახეთ რაზეა ლაპარაკი, თქვათ, აქ რაღაცა დახშული ჭურჭელია, იყო დგუში, აქ იყო თქვათ პირველი აირი, აქ იყო მეორე აირი, წნევები განსხვავებული, ამიტომ ეს დგუში თავისთ არ არის გაჩერებული, აკავებენ დროს, რომ გაუშვეს. მერე ცხადია დგუში იმოძრავებს მანამდე, სანამ წნევები არ გათანაბრდება. ასე იგი, რადგან P2 მეტი არის ვიდრე P1-ზე, ესე იგი ეს ქვეით ჩამოვა. ეს 2 იქნება ეს პირველი. ეს შტრიხიანები აღნიშნოთ. ესე იგი, თითოეული აირისთვის უნდა დავწეროთ იზოთერმული პროცესის განტოლება, ანუ ბოილ-მარიოტის კანონი უნდა გამოვიყენოთ. თანაც ეს დგუში როდის გაჩერდება? როცა წნევა აქედან და აქედან ერთმანეთის ტოლი იქნება. ამიტომ Px იქნება საბოლოო წნევა აქაც და აქაც. ამიტომ დავწეროთ ეს იგი P1, V1 იქნება P1, აი ნახეთ ახლა რა მოხდება. პირველი მოცულობა შემცირდება. V1-ს მინუს დელტა V. ესე იგი Px-ი უпростоროდ V1-ს მინუს დელტა V. ეხლა P2 V2 იქნება იგივე Px-ი V2-ს პლუს დელტა V. რატო როგორც თქვით, რომ მაშინ გაჩერდება ეს ყველაფერი, როდესაც წნევები გათანაბრდება. ხო, ეხლა აქედან ჩვენ შეგვიძლია ეხლა Px-ი რო ვიპოვოთ, ჩვენ
ამ განტოლებებში ორი უცნობი გვაქვს, ერთი px-ი, მეორე დელტა-v გვაქვს. პირველ რიგში მოდით გავყოთ ერთი განტოლება მეორეზე, გვექნება p1v1 გაყოფილი p2v2-ზე უდრის v1 მინუს დელტა-v შეფარდებული v2-ს პლუს დელტა-v. ეხლა შევიტანოთ აქ რიცხვები, p1 არის 10-ის მეხუთე, v1 არის 0,3, p2 არის 2 ჯერ 10-ის მეხუთე, 0,2. ეს 10-ის მეხუთე, 10-ის მეხუთე გაიკვეცება, ესე იგი ეს 0,3 და 0, თქვათ 10-ზე შეგვიძლია ორივე გავამრავლოთ, ეს იქნება აი აქ v1 მინუს დელტა-v, v1 პლუს დელტა-v. ეს აქ გამოგვივა 3/4. 3/4 უდრის v1 მინუს დელტა-v, v1 პლუს დელტა-v. ნუ გადავამრავლოთ ახლა ჯვარედინად 3 ჯერ v1 პლუს 3 ჯერ დელტა-v უდრის 4 ჯერ v1 მინუს 4 ჯერ დელტა-v. დელტა-v-იანი წევრები ერთ ხარეზე გადავიტანოთ ეს იქეთ და გვექნება 7 ჯერ დელტა-v უდრის 4 v-ს გამოკლებული 3v1 v1-ს, ასე რომ დელტა-v უდრის v1-ის მე7. ეხლა დელტა-v როცა ნაპოვნი გვაქვს, მე რომელიღაცაში შევიტანთ და აქედან px დავთვლით. px იქნება, ნუ მაგალითად პირველში რო შევიტანოთ p1 v1 v1 მინუს დელტა-v. აი ეს დელტა-v შეგვიძლია აქ შევიტანოთ. ნუ აქ v-7 არის და ესე იგი px-ისთვის აი აქ დავწერ, px იქნება p1 v1 6/7 v1, ეს v1-ებიც გაიკვეცება და 7/6 p1-ის ტოლი გახდება. კარგით, ეხლა მე-16 ამოცანა. ერთი ბოლოდან დახშული მილი ღია ბოლოთი ჩაშვებულია ვერცხლისწყალში, რომლის დონე მილში 40 მილიმეტრით მაღლაა ვიდრე ჭურჭელში. აქ სურათია მოცემული. ჰაერის სვეტის სიმაღლე მილში 190 მილიმეტრია. რამდენი მილიმეტრით უნდა ჩავწიოთ მილი, რომ ვერცხლისწყლის დონე მილსა და ჭურჭელში გათანაბრდეს. ატმოსფერული წნევა ნორმალურია და ტემპერატურა უცვლელია. ჩავწეროთ პირობები, ესე იგი ეს h1-ით ავნიშნოთ, ეს არის 40 მილიმეტრი, L1-ით ავნიშნოთ, ესე იგი ეს ჰაერში მილის სვეტის სიმაღლე, ჰაერის სვეტის სიმაღლე 190 მილიმეტრია. აი, აგიხსნით ახლა რაზეა ლაპარაკი. აი, თქვათ აქ რაღაცა ვერცხლისწყლიანი ჭურჭელი გვაქვს. ესე იგი შეხედეთ, ეს ვერცხლისწყალი ასხია, მაგრამ აქ უფრო მაღლა ვერცხლისწყალი ვიდრე, ესე იგი აი ჭურჭელში. აი აქ ჰაერია ჩაკეტილი. ახლა ჩვენ ნახეთ, აი ეს იყო h1, ეს არის L1. ეს არის L1. ეხლა ჩვენ უნდა ჩავწიოთ, ესე იგი ეს მილი, აი მოდით გვერდზე დავუხატავ. ისეთნაირად უნდა ჩავწიოთ, აი იმდენზე უნდა ჩავწიოთ ქვევით, რომ ვერცხლისწყალი მილში და ჭურჭელში იყოს ერთ დონეზე. ეხლა თუ ერთ დონეზე იქნება, აქ რა წნევა იქნება, აბა რის ტოლი იქნება წნევა? ცხადია, რომ წნევა აქ იქნება ატმოსფერული წნევა, იმიტომ რომ აი ამ წერტილში წნევა, აი თქვათ მილის თავისუფალ ზედაპირზე, ვერცხლის თავისუფალ ზედაპირზე წნევა არის ატმოსფერული, იმიტომ რომ ზედიდან ატმოსფერო აწვება. ეხლა აქედან აქეთ რომ მოვდივარ ჭურჭლის შიგნით, ყველგან ერთგვაროვანი სითხე მხდება. აი ერთგვაროვან სითხეში ერთ და იგივე დონეზე წნევა ყველგან ერთნაირი არის. ამიტომ ამ დონეზე წნევა ატმოსფერული არის, მაგრამ რა ქმნის აქ ატმოსფერულ წნევას? ატმოსფერო უშუალოდ
ამაზე არ მოქმედებს ამ დონეზე, მაგრამ აქ მოქმედებს აი ეს აქ არსებული ჩაკეტილი ჰაერი. ასე რომ აი მეორე მდგომარეობაში წნევა ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ P2 არის P0-ვანი სტორი, სადაც P0-ვანი ატმოსფერული წნევა არის. ეხლა მოდით თავიდან რა წნევის ქვეშ იყო ეს აირი. რაღაცა ჩავთვალოთ და რაღაცა P წნევის ქვეშ იყო. ეხლა ისევ აი აქ წნევა, ეს არის თავისუფალი ზედაპირი ვერცხლის წყლის. აქ წნევა ატმოსფერულია. მოვიდეთ იგივე დონეზე, აი აქ უნდა მოვიდეთ. აქაც ატმოსფერული არის. აი მაგრამ ამ ატმოსფერულს ქმნის ეს ჰაერი თავისი P1 წნევით პლუს ρh1 ვერცხლის წყალი. ასე რომ აქ შეგვიძლია დავწეროთ, რომ P0-ვანი აი ამ დონეზე წნევა, აი პირველ მდგომარეობაში. ეს არის ატმოსფერული წნევა P0 პლუს ρ ვერცხლის წყლისა G(H1). კარგით. ეხლა რა მოცულობა ეკავა თავიდან, ესე იგი ჰაერს. რა მოცულობა ეკავა? მოცულობა, რომელიც ეკავა ჰაერს V1, ეს არის S-ი გამრავლებული L1-ზე. ეხლა რა მოცულობა უკავია ჰაერს L2? ეს არის S-ი გამრავლებული რაღაცა L2-ზე. ეხლა L2 რა არის? აი ნახეთ, ეს არის L2. აი ამათი სხვაობა ნახეთ, ამას რომ ეს გამოვაკლო, აი ეს გამომივა და ეს არის ზუსტად ის X-ი, რამდენითაც უნდა ჩავწიო ეს ვერცხლის ეს მილი ქვევით. ასე რომ საძიებელი სიდიდე X-ი ტოლი ყოფილა L1 პლუს H1, ამას გამოკლებული L2. აი შეხედეთ სურათიდან, აი ეს არის რამდენითაც ჩავწიე. ეს არის აი ამ მანძილს გამოკლებული ეს. ეს არის L2, ეს აქედან აქამდე, ეს იგივე რაც აქედან აქამდე, აქედან აქამდე არის L1 პლუს H. ესე იგი მე მაქვს გამოსანგარიშებელი L2. ამიტომ ამისათვის მე უნდა დავწერო ბოილმარეტის კანონი. P1 V1 უდრის P2 V2-ს. ეხლა P1 აი აქ მე P0 მეწერა, P1 არის, P0 არის, ნახეთ აი აქ წნევა. უდრის შიგნით წნევას, შიგნით წნევა უდრის ატმოსფერულ წნევას და აქ წნევას ქმნის ეს P1 პლუს ρh1. აი აქ ერთიანია უნდა იყოს. შევთხოვით 0 დავწერე. ხო, ესე იგი, აი ხო აქედან P1, აი აქედან P1, ეს არის P0 პლუს ρ ვერცხლის წყლისა G(H1). ხო? ხო და ნუ შევიტანოთ ახლა ამაში, ესე იგი P0 მინუს ρ ვერცხლის წყლისა G(H1) გამრავლებული S-ი L1-ზე უდრის P2 კი ატმოსფერული წნევის ტოლია P0 S-ი L2-ზე. ნუ ეს S-ები იკვეცება და მე შემიძლია L2 ვიპოვო. ეხლა მე შემიძლია ეგეთი ნუ ხრიკი გამოვიყენო რა, ესე იგი კი არ გადავიყვანო ნიუტონ მეტ კვადრატებში წნევა. არამედ პირიქით დავწერო, რომ ატმოსფერული წნევა P0 ეს არის ნუ ნორმალური ატმოსფერული წნევა, როგორც ვიცით, არის 760 მილიმეტრი ვერცხლისწყლის ვეტის. ამიტომ ეს მოდით აღვნიშნოთ რაღაცა L0-ით, აი 760 მილიმეტრი. ამიტომ P0 ატმოსფერული წნევა შემიძლია დავწერო ρ ვერცხლის წყლისა G(L0). ეს გამოანგარიშებაში ძალიან დამეხმარება. ესე იგი P0-ის მაგვირა დავწერო ρ ვერცხლის წყლისა G(L0)-ს მინუს ρ ვერცხლის წყლისა G(H1), ეს გამრავლებული L1-ზე უდრის ρ ვერცხლის წყლისა G(L0), L2-ზე. აი აქედან ვერცხლის წყლის სიმკვრივეს და G-ს გავიტან ρ ვერცხლის წყლისა G-ზე L0-ს მინუს H1 გამრავლებული L1-ზე უდრის ρ ვერცხლის წყლისა G-ზე L0, L2-ზე ρ ვერცხლის წყლისა ρ-სთან გაიკვეცება G-სთან გაიკვეცება. ასე რომ L2 იქნება L0-ს მინუს H1, ეს არის H1, L1 შეფარდებული L0. აი ამას როცა გამოვთვლი, მერე
x დავითვლი ადვილად, x იქნება L1 პლუს H1 მინუს L2. აი ესეთნაირად გამოითვლება ის მანძილი, რომელზედაც უნდა გადავწიოთ ვერცხლის წყალი. ისა მილი ქვევით.